დათო, საშუალო ანაზღაურება კანადაში. საშუალო ანაზღაურება კანადაში. კი ბატონო. მოკლედ დაახლოებით მთელს კანადაში საშუალო ანაზღაურება ითვლება $20-25 საათში. აქვე დავამატებ $25 კანადაში არ თვლიან ყოველთვიურად ხელფასებს. ითვლება ან საათობრივად, ან წლიურად. მაგალითად, საშუალო ანაზღაურება კანადაში ითვლება $50,000-60,000 წელიწადში. დაახლოებით რაც იგივე არის, რომ $25 საათში. $25 საათში 40 საათი კვირაში დაახლოებით არა, ზუსტად $1,000-ია. $1,000 გამრავლებული 4 კვირაზე, $4,000 არის საშუალო ანაზღაურება კანადაში. კიდე რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხელფასი კანადაში ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. სავალდებულოა, კანონია ეგეთი. თვეში ერთხელ არ ყოფნის რა. ყოველ 2 კვირაში ერთხელ ვალდებულია კომპანია რომ დაგირიცხოს. ზოგადად მე მგონი არა, პარასკევ დღეს გირიცხავს დიდი კომპანიები ხელფასებს 2 კვირაში ერთხელ. ამას ვამბობ გადასახადებამდე. ანუ გადასახადები აკლდება და შესაბამისად ხელზე ცოტა ნაკლები რჩება, რაც დაახლოებით ალბათ $3,200-3,300 ფარგლებში მერყეობს ყოველთვიური საშუალო. ცოტა რა, $3,000 კანადაში არ გეყოფო, მაგრამ ეს არის ეგ არის რაც არის. ეგ არის საშუალო, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება $150,000 და $300,000 არ ქონდეს წელიწადში, რაც თვეში $8,000-9,000 გამოდის, რაც საკმაოდ დიდი თანხები არის. ეს არის საშუალო ანაზღაურება კანადაში.